ნახევარი საათის წინ ხო დაურეკე, გამოვედიო მითხე, მაგრამ მოშებული წყალს ხომ მესმოდა ტელეფონში. აბონეში იყო უეჭველი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოვა. გოგო, ის გიგაყარალაშვილი რამდენი ხანია თურქეთში, ტიპი გულაობს რა. გოგო, სამკურნალო დააიქცასული მანდ. არიცოდიე, გიგტიპის მოსაწევის თემებში იყო, ხან პლანს ეწეოდა ექსასტავი და ხან რას და twin-ში რაღაცა დაუზიან და ნეიროქირურგების თემებში დადიან სულ. არ უნდა მომბობდი, მაგრამ ღირსია ეგეთი ადამიანი. 16 წლიანი პლანის მოწევას დაიწყებ, გეთხოვა რაც ხარ რა. მოვედი და ძალიან უნდა მაპატეთ, მაგრამ ისეთი ამბავი მოვიტანი, ყველაფერი დაგავიწყდებად. იმედია გუგა ყარალაშვილის თურქეთის ამბები არ არის, ეგ უკვე ვიცით. ნუ მე ვიცოდი და ამან ახლა გაიგო. რა სამყურალოდ რა თურქეთში, ეგ როგორ არიცოდი გოგო? მოკლედ. ოქროშვილი ფეხძიმედა. აუ ეხლა შვილები ისგან გავქვავდი. ვისგან როგორ სად? კითხვისა. აუ ეგ გადაცემა არ არის? ძალიან განათლებული ხალხი როდის და კითხვებს პასუხობენ. ვისგან როგორ სად? ეგ არის რა, სად რუდის? ნუ ხო, წყავამერია უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში. და ეგ ამბავი გავიგე შენ კორპუსთან ანასტასია. შენ მეზობლად ლაბრაკობდი რა ჩამოვიარე. ხათაო, ანასტასია დედა შენ არაფერი არ იცის ნედა? არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ. აუ ხო რა. მოდი. თუქშია, სამზარეულოში არის საჭმელი, გავაკეთე და გაიცხელე. არა, არ მშია. რა ხდება აბა ინგა? სახლში, კორპუსში, უბანში რავი. არაფერი რა ვიცი, ისეთი არაფერი. ბაიმე, შენ კლასელ ოქროშვილზე გაიგე? რა უნდა გამიგო რა მოხდა? გამოხდა და გითხრა ახლა. წეღან ვიყავი მაღაზიაში ჩასული მეზობლები ლაპარაკობდნენ სადაბაზოსთან და გავიგე. თურმე მაგ შენ ოქროაშვილს მეორე სართულზე რომ მოტეხილი კიბის საფეხურია. დაცდენია საწყალს, ფეხი დაგორებული ამ კიბეებს და შეასწრა თურმე ამ შეხვაძეების კარებს. ფეხის მძიმე მოტეხილობა აქვს. რა სამბობ? მოიცა რა თქვი რა აქვს? ფეხის მძიმე მოტეხილობაა. ფეხის